გამომცემლობა სულაკაურის რედაქტორი თეონა ბექიშვილი, ალბათ რომელიც დღეს მონაწილეობას ღებულობდა ამ საპროტესტო აქციაში და მინდა ვთხოვო დღევანდელი დღის მისი პირადი გამოცდილება მოგვიყვეს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ისიც ასეთ შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გისმენთ ალბათ თეონა. მოგესალმებით. ცეცხლი ოლიგარქიას უპირველესად და თავისუფლებამზე ამაღლობელს და ზოგადად რეჟიმის ყველა ტყვეს. დღეს ვიდექით მოლის ქვემოთ რამდენიმე რიგი იდგა პოლიციის ჩვენთან, ჩვენს წინ და ძალიან შეგვავიწროვეს ვიდექით ტროტუარზე და პრაქტიკულად უკვე ჭყლეტვა იყო იმდენად სივიწროვეში ვიყავით, მაგრამ იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამასობაში მოვიდა ბატონი ხარაზიშვილი, დაგვიწყო გინება და ესენიც რაღაცნაირად გაცოფდნენ, მოგვაწვნენ მაშინ, როცა ისედაც აღარ იყო ადგილი, მკრეს ხელი დამაგდეს, დაახლოებით 5-6 პოლიციელმა პრაქტიკულად ზედ გადამიარა. მე რაღაცა მომენტში ახალგაზრდა გოგოსთან ერთად ვიყავი ახლობელთან და დავინახე რომ ის გადამეფარა და ამის კიდევ უფრო მეტად შემეშინდა, იმიტომ რომ როცა შენ შუახნის ადამიანი ხარ და ახალგაზრდა გიცავს, რაღაცა უფრო მეტად ფიქრობ იმას, ხო რომ ვიღაცისთვის გახდი ტვირთი რაღაცა და მე ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი გამომიწოდა და მე ჩავთვალე რომ აი ამ ზედ გადავლის და მართლა ფეხებით გადამიარეს ფეხებზე და ხელებზე ზედ ჩათვალე და მიმტრიეს რაღაცა და ჩავთვალე რომ მაყენებ და აღმოჩნდა რომ უნდათ გატაცება და მაპატიმრებდნენ, ამას მე ვერ მივხვდი და მე ძალიან ბევრი იყო ხალხი და ხალხი ჩაეჭიდა, ქალებიც და კაცებიც დამეჭიდნენ და რაღაცნაირად არ გაატანეს ჩემი თავი. აი მე ახლა ესე შუახნის ადამიანი, ქალი, აი ამ რაღაცა დაახლოებით 6 პოლიციელი რომ ზედ შეგდგება და გადაგივლის. არ ვიცი, ძალიან ისეთი გამოცდილება იყო. ძიმე რა თქმა უნდა. იცით რა მინდა კითხოთ, აი ბოლო შეკითხვას დაგისვათ, ძალიან მე ვსაუბრობდი სხვა შორის ჩვენს გადაცემაში, რომ ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინები, რომ თუნდაც იმ პოლიციაში, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციაში, ხო, იმიტომ რომ მოსნებთან მიმართებაში ეს მოლოდინი თლიანად დაკარგულია, პირიქით რომ ხედავ უკვე საფრთხის განცდა გიჩნდება ადამიანს, მაგრამ არ იყვნენ სხვა პოლიციელები, რომლებიც ელემენტარულად ქალის დახმარებას ეცდებოდნენ. ჩვენ მანამდე სხვა შორის ვაჩვენეთ ნიკამელია მიმართავს ერთ-ერთ პოლიციელს, ეუბნება რომ ქალი აგდია ძილს და იქნებ მოგვეხმაროთ რომ წამოვაყენოთო და ეგდოსო ეუბნება. მე არ ვიცი, საერთოდ რთულია ასეთი ეპიზოდების შემხედვარე თავი შეიკავო ადამიანმა ემოციის გამოხატვისაგან. საერთოდ ამ ადამიანებს თქვენი აზრით აი რა გონიათ? მიუხედავად იმისა, რომ მაგ მომენტში შეიძლება ნიღაბი უკეთეთ, აი სახლებში რომ მიდიან თქვენი აზრით საკუთარ მეუღლეს, თავიანთ შვილ გოგონებს ან დედას როგორ ეურთიერთებიან? მე მგონია რომ ესენი ყველანი არიან მოძალადე ადამიანები, სხვანაირად არ წარმომიდგენია და მეწოდებიან მათი ოჯახის ქალები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ისინი მოძალადეები არიან. ნორმალური ადამიანი სახლში ვერ დაბრუნდება და ვერ იქნება ვერაფრით კარგი მამა, კარგი ცოლი, კარგი ბიძაშვილი, აბსოლუტურად გამორიცხული მგონია. რანაირად შეიძლება გახვიდე სხვის დედებზე, შვილებზე და ასე შემდეგ იძალადო ბებიებზე, იძალადო და მერე დაბრუნდე და იყო კარგი შვილი, კარგი ცოლი, კარგი ქმარი, კარგი მამა. გამორიცხულია. ესენი ყველანი მოძალადეები არიან და ძალიან ბევრი ქალია საქართველოში მსხვერპლი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მე ასე ვფიქრობ. გაბატონო თეონა, უნდა გაგრძელდეს თუ არა და თუ უნდა გაგრძელდეს ეს აქციები და საპროტესტო მოძრაობა, ისე ვსვავ ამ კითხვას, თქვენ აპირებთ თუ არა მიუხედავად თუნდაც დღევანდელი გამოცდილების აქტიური მონაწილეობის მიღებას ამ აქციებში?
რა თქმა უნდა, ესენი ვერ შეგვაშინებენ და ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს ახლა არის ამათი გაცოფების და გამწარების მორიგი ტალღა და თითეული ასეთი ტალღა მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, როგორ სულს ღაფავს სისტემა და ოლიგარქია. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, პირიქით, უფრო თუ გაგვამწარებენ. სიმართლე რო გითხრათ, აი დღეს ვთქვათ, რომ გავდიოდით აქციაზე, მე და ჩემმა შვილმა ვილაპარაკეთ და უბრალოდ ვთქვით, რომ აი ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ კი დაგვაპატიმრებენ. და ყველაფრისთვის მზად ვართ და არ დავთმობთ ამ ქვეყანას. არაფრით არ დავთმობთ ამ ქვეყანას და აუცილებლად გავიმარჯვებთ და პროტესტიც აუცილებლად გაგრძელდება. მადლობა ქალბატონო თეონა ბექიშვილი, გამომცემლობა სულაკაურის რედაქტორი, გვერდებოდა ახლა ჩვენ გვიზიარებდა იმ პირად გამოცდილებას, რომელიც თავს გადახდა დღეს აქციაზე, მასაც ისევე როგორც აქციის არაერთ მონაწილეს გაუსწორდნენ, მათ შორის ფიზიკურადაც და მიეყენეს შეურაცხყოფები.